როგორც ხედავთ Brawl Stars-ში გამოვიდა უკვე განახლება და დღევანდელ ვიდეოში გავტესტავთ ამ ახალ განახლებას. როგორც ხედავთ, დაემატა უკვე ყველა ბრაულერზე ბაფიები, ასევე დაემატა Brawl Days-ის უფასო საჩუქრები, რომელიც იქნება 10 დღიანი და დაემატა ახალი საახალწლო სკინები და ძველი სკინების ფასდაკლებაც, რომელიც 6-7 ჯემი ჯდება. მოდი დავიწყოთ მეგობრებო ბაფიების გახსნით. თუ ბაფიები არ იცით რა არის, უყურეთ ჩემ Brawl Talk-ის ვიდეოს, მანდ მაქვს კარგად ახსნილი, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ, არის ბრაულერის დამატებითი გაძლიერებები. არის მხოლოდ 6 ბრაულერზე გამოსული, შელიზე, კოლდზე, სპაიკზე, ემზე, ფრენკზე და მორტისზე. და ერთის აღება შეგვიძლია უფასოდ, ამიტომ მიბაჭიროთ, იმედი ამომიოს სპაიკის ან მორტისის ეგორი მომეწონა ყველაზე მეტად და საკმაოდ საინტერესო ამოღების ანიმაცია აქვს, იმართლა რომ გითხრათ. მოდი, რომელი ამოვიღოთ? მოდი ამოვიღოთ აი ეს შუა. რატომაც არა. იმედია სპაიკის იქნება, let's go. ან სპაიკი ან მორტისი. მაგორიდან რომელიმე ძალიან გამიხარდება, მიდი. გთხოვ. და კოლტი შემომივიდა ჰაიპერ ჩარჯის, რაც არც უშეცუდია. მოდი აბა დავაკლიკოთ და როგორც ჩანს, აი ესეთი ანიმაცია აქვს ბაფის აღებას. Hypercharge 2 წამით უფრო გაიზრდება, 2 წამით უფრო დიდხანს ვიქნებით ჩვენს Hypercharge-ის სიტუაციაში და ტყვიები უფრო ჩქარა გაისვრის, რაც საკმაოდ კარგია. უფასო ვარიანტი უკვე ავიღეთ, ამიტომ ახლა coin-ები და PowerPoint-ები ჯდება, როგორც ხედავთ. ხო, თუ კონკრეტულად პირდაპირ რომელიმე ბრაულერზე გვინდა 180 ჯემი ჯდება რატომღაც. ასევე აქ შევამჩნიე ერთი ფუნქცია, რომელსაც რეკლამის ყურებით შეგვიძლია მე მგონი აღება. ხო, დავაჭირე მაგას და უბრალოდ რეკლამის ყურებით მე მგონი რომ თავიდან აიღებდით, რაც ძალიან გამიკვირდა Brawl Stars-ში ეგეთი რამე არ იქნება თქო. და მართალის ყოფილვარ, უბრალოდ გადაყავხართ Brawl Stars-ის ვიდეოზე, რომელსაც გიხსნიან რა არის ბაფიები. მოდი ეს უფასო საჩუქარით გავხსნათ, საინტერესოა რა იქნება. პირდაპირ ერთი უფასო საჩუქარი მოგცა. Epic-ზე ავედით უკვე, მითიქი ბარემ. აი Epic-ი იყოს არა უფრო 50 ბლინკი, აი მოდი მეორეც, იმიტომ რომ უკვე მეორე დღეც არის, აქედან რეირი ამოვიდა სამწუხაროდ. მაგრამ კრედიტები არც უშეცუდია, იმიტომ რომ ერთი ბრაულერი გასახსნელი ყავს. აი ეს ოქროსფერი საჩუქრები წესით ყველაზე კარგი იქნება. სხვათა შორის რომ თქვეს რომ Brawl Pass გავაძვირებთო, შემდეგ Brawl Pass-თან აძვირებენ და ეხლა რა Brawl Pass-ით არის, ორჯერ უფრო ნაკლები ღირს, ამიტომ თუ Brawl Pass-ის ყიდვა გინდათ, ეხლა იყიდეთ, იმიტომ რომ შემდეგ ჯერზე გაძვირდება. $5 ღირს სტანდარტული $8 ნაცვლად. ხო, ასევე ძალიან ბევრი coin-ები და PowerPoint-ები მაქვს, რომელიც არ მჭირდება, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ყველა ბრაულერი გამაქსული მყავს. ამიტომ მოდი ცოტათი გაბრისკოთ და 1-2 ბაფი ვიყიდოთ, იმედია სპაიკის ამოგვივა. აი მოდი ამჯერად მარცხნიდან ამოვიღოთ. გთხოვ სპაიკის ან მორტისის დააგდე. მორტისის ბაფი ძალიან დამევასა, გაჯეტზე რო აღამურად რო იქცევა. და იმედია ეგ დავარდება. კოლტის ისევ, კოლტს ძალიან მიძლიერებენ. კაი, კოლტი არ არის პრობლემა, მაშინ კოლტის ვითამაშებ, თუ ესე ძალიან უნდა თამაშს. პირველი კოლტის ბაფით უფრო ჩქარა დავდივოს, როცა ტყვიას ვარტყავთ, მეორედ კიდე რაც უფრო შორს არის მოწინააღმდეგე, მით უფრო მეც ვაკლებთ. კარგი, მოდი რამდენიმეც მივახსნათ, 1-2-იც მივახსნათ და უკვე გადავიდეს, თუ კოლტი ამოვა, ეხა პრობლემა აღარ იქნება, საკმაოდ გამიხარდება, იმიტომ რომ კოლტი გამემაქსება და ემზი ამომივიდა, რაც დიდად არ მინდოდა. კაი, მოდი ერთიც გავხსნათ. იმიტომ რომ სპაიკზე მინდა ან მორტისზე, ან კოლდზე. მაგრამ ხე შელიზე დამიგდებს ესენი რო ვთქვი. ფრენკიო. სხვათა შორის საკმაოდ იაფიღის, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც დაგროული რომ აქვს ბევრი რამე. საკმაოდ მუღამში შევედი, ამიტომ მოდი კიდე გავხსნათ, საინტერესოა ბაფიების გახსნა. აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო და გამოეწერეთ არხი შეგახსენებთ. და გთხოვ სპაიკის პირველი ბაფი Star Power-ზე რაც ჩვენიერია. მე მგონი უკეთესი ფულის დახარჯვის ვარიანტი არ არის, იმართლა რომ გითხრათ. ბაფიებია ყველაზე კაი ვარიანტი. იმიტომ რომ ძალიან ძლიერია ბაფიები და ეს ბრაულერები მეტად ერთ-ერთი საუკეთესოები იქნებიან და კოლტის ყველა ბაფი გვაქვს. ეხლა ვითამაშოთ კოლტით. როგორც ხედავთ მეგობრებო, კოლტზე გვაქვს საერთოდ ყველა ბაფი. მოდი მეორე გიარათ ვუყიდოთ ეს. არა, პრინციპში ეს უყიდოთ, იმიტომ რომ გაჯეტეს ბაფი გვაქვს. მოდი ეს დავაყენოთ აქედან, იმიტომ რომ ძალიან მოხდეს და გააძლიერეს და აქედან ეს გვიყენოს და შევიდეთ პრინციპში თამაში, მოდი და გავანადგუროთ ყველა ჩვენი ბაფებით. სამწუხაროდ შოუდაუნზე ეს მაპი დაემთხვა, ამიტომ ვითამაშოთ Brawl Ball-ი ან ნოკაუთი. და უკვე დაიწყო მეგობრებო ჩვენი პირველი მეჩი და როგორც შევამჩნიე, ერთადერთი ვარ, ვისაც ყველა ბაფი აქვს თამაში. ქვემოთ აღნიშნულიც არის, რაც ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი ნებსაც აქვს რაღაც ბაფები. კარგი, მოდი გავტესტოთ უკვე. მოხსნათ პრინციპში რატომაც არა, აქ ცოტათი უცნაურია თავისით გაისროლა თითქოს და მე არ გამისვრია.
და ჩემიანმა გაიტანა. ხო, გაჯეთს ასევე Rainbow ეფექტები დაყვება გარშემო და ყველაფერსაც საინტერესოა. მოდი ესე ვქნათ, რომ როგორც ჩანს, მე არ შემიძლია დიდი ალბათობით დამიზნება. კარგი აქ ფრენკმა ძალიან კარგად ითამაშა და გადაგვიარა ასე თუ ისე, ამიტომ ფრთხილად ვიყოთ ცოტა. დამიზნება შეგვიძლია, უბრალოდ უნდა ჩავაჭირო გაჯეთს. კარგი, მოდი გავანადგუროთ სურჯი, მშვენიერი სუპერი იყო ასე თუ ისე, მოდი ესეც მოვარტყავ, თავაძილე სამწუხაროდ მაგრამ არ აუშავს. ძალიან მაგრად ვჩქარდები, როცა ტყვიას ვარტყავ. და შემდეგ ჩემთვისაც უჭირს ტყვის გარტყმა, რაც ძალიან მაგარია. კარგი, სახის ვაძრობ აქ იმ ფრენკს, მოკვდი შენუბო, ჯანდაბა. მოდი ესე ვუყოთ, ამას ავტოიმით გავუსპამოთ. კაია, კიდე კაია იღეს, მეგონა გოლი გავიდა. კაი, აქ საკმაოდ კაი კომბო ყავთ მოწინააღმდეგეებს და დიდი ალბათობით ახლა წავაგებთ, თუ არ გამოვედით ამ სიტუაციიდან. თხილად, აი ჩემიანი ღამურად გადაიქცა. კაი, სკილი არის კარგი, ბეხანახეთ როგორი გოლი გავიტანო. სერიოზული გოლი იყო. ოპა! Let's go. ნუ, პირდაპირ ასე არაფერი ემჩნეოდა თითქოს, მაგრამ ძალიან კარგი იყო. კარგად იგრძნობოდა გეიმპლეი. მოდი, საჩუქარი მოგცვა და ესეც გავხსნათ, ნუ სამცხორთ აქედანაც არაფერი ამოვიდა. ნუ ხო, ასევე ყველას გირჩევთ, რომ აუცილებლად ითამაშოთ ამ 6 ბრაულერით, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი ბრაულერები არ ამგონია რომ საერთოდ ოდნავ მაინც იყვნენ ძლიერები ამ ეტაპში. და იქ დაიწყო მეგობრებო ჩვენი შემდეგი მეჩი მოწინააღმდეგეებს ყავთ მორტისი და იმზი ბაფიანი ბრაულერებიდან. მაინტერესებს ჩემ მორტისას თუ აქვს ბაფები, იმიტომ რომ თუ არ აქვს დაგვერხა წესით. აი მოდი ესე უზავ ამ ნუბს, სამწუხაროდ ავაცილე, მაგრამ ძალიან ჩქარი ვარ უბრალოდ. და ეხლა წავალ გოლსაც გავიტან. ოპა ესე მივატლიქ შოთოთ. ჩემიანმა ამახია გოლი, გაიხარე ჯიგარი. ნუ საბოლოო ჯამში ეს ბაფები ძალიან ცვლის თამაშს, იმიტომ რომ მომავალში რაც უფრო ბევრ ბრაულერზე გამოვა, მით უფრო შეცვლის, კიდევ უფრო. მაგრამ თითქოს გონია რომ უფრო სხვა რაღაცებზე აქვს მისახედი თამაში, ვიდრე აი ასეთი სისტემის შეცვლებზე, იმიტომ რომ როგორც თასების სისტემა შეცვალეს, მანდაც ის შეცდომა იყო, რომ თასების სისტემა იდეალური იყო და არანაირ ცვლილება არ ჭირდებოდა და აქაც თითქოს ეგრეა, იმიტომ რომ ჰაიპერჩარჯი ძალიან კაი იყო, მეტი აღარაფერი აღარ ჭირდებოდა და ამ ახლის დამატება ცოტა ზედმეტი ჩან. მოდი ისევ გავიტანოთ გოლი ჩვენებურ სტილში, არ დამაცადეს. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება კაი რამე გამოუვიდეთ, რატომაც არა მოვხსნათ, მოდი ახლა ეს სტუ და ეხლა მაინტერესებს. ხო, ესეთი გოლები აღარ გამოვა ხოლმე, იმიტომ რომ შეცვალეს როგორც ჩანს და გაჯეტით ვეღარ გავამტროთ ხოლმე და ვეღარ დავარტყავთ ერთდროულად. კარგი, ეს თუ საკმაოდ კარგად იცელს ჩემ ტყუებს, ნუბი არ არის. ან მე ვარ უბრალოდ ნუბი. კაი, უნდა წავიდეთ, დროზე პასი მომეცით. ბრო, პასი. კაი, ცუდი პასი იყო ძალიან. გადავატაროთ აქ სუპერი, ყველას ავაცილოს, რატომაც არა. პასი, ბრო. ოპ. არა, 2000 ტიმეიჯი საკმაოდ ბევრია სხვათა შორის ერთი გაჯეტისთვის, რომელსაც ტყუიაც აღარ იხარჯება ახლა უკვე. მომე, ბრო, მორტის რაშვრები. თელკარს ჩამოუღებ, იქნებ ესე მაინც გაიტანოს. მაინც ვერ გაიტანა. მომეცით. ტიპი კარსაც ელდა. მოდი მივახსნათ ეს სტარდროპიც უცებ. და დღეისათვის ეს იყო მეგობრებო, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ამ საჩუქრების აღებაზე აუცილებლად დაიდება ვიდეო. დამიწერეთ თუ რას ფიქრობთ ამ აპდეიტზე, ჩვენ კიდევ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ნახვამდის.